გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ექიმი, სტომატოლოგი, ორთოპედი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქალბატონი ნინო გვასალია. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. მოგესალმებით. მადლობა მომბრძანებისთვის. თქვენს დიდი მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო ნინო, მოდი დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რა არის ორთოპედიული სტომატოლოგიის მთავარი მიზანი თანამედროვე მედიცინაში. დღესდღეობით ორთოპედიულ სტომატოლოგიაში გვაქვს ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, მოთხოვნები და როდესაც პაციენტი მოგმართავს, უპირველესად პაციენტს უნდა, რა თქმა უნდა, რომ კონდეს, ესე ვთქვათ, გამართული და ლამაზი ღიმილი, მაგრამ ამასთან ერთად უმნიშვნელოვანესია კონდეს ფუნქციურად გამართული კონსტრუქცია. ანუ თანამედროვე ორთოპედია ძალიან დიდი ხანია უკვე აღარ არის, ესე ვთქვათ, კბილების ჩასმა და ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გრძელვადიანი პროგნოზი და გრძელვადიანი შედეგი, რომლითაც პაციენტი როგორც ესთეტიურად, ისე ფუნქციურად იქნება კმაყოფილი და მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება. და შესაბამისად, გაცილებით უფრო სწორი და ხანგრძლივი მენეჯმენტი, დაგეგმარება და ასე შემდეგ არის ამ ყველაფრისთვის საჭირო. დიახ, რა ნიშნებს უნდა მიაქციოს ქალბატონო ნინო პაციენტმა ყურადღება და როდის უნდა მიმართოთ ორთოპედს? ძირითადად, ანუ ყველაზე ხშირად რის გამოც დღეს მოგმართავენ ხოლმე ეს არის ისევ და ისევ ესთეტიკა, რადგანაც ესე ვთქვათ, თანამედროვე ცხოვრებაში პაციენტს უნდა იდეალური ღიმილი. შესაბამისად შეიძლება რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი ნორმალური ღიმილი კონდეს, მაგრამ იდეალურის მიღწევა უნდა. მაგრამ ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს ფუნქციური დარღვევები, რაც აქვს ხოლმე პაციენტს, ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მომართვის მიზეზი. ანუ, ვთქვათ, სახსარში თუ არის დისკომფორტი, ღეჭვა თუ არ არის კომფორტული პაციენტისთვის. ასევე ვთქვათ, ხშირად ხდება, რომ სტრესის გამო თუ ასე სხვადასხვა მიზეზების გამო, ესე ვთქვათ, ჩვენი კუნთები უფრო მომატებულ დატვირთვას განიცდის და პაციენტებს აქვთ, ესე ვთქვათ, მარტივიანით რო ვთქვათ, კბილების კრაჭუნი, ზედმეტი დაჭიმვა და ასე შემდეგ და ამის გამო კბილების ზედაპირები იცვითება. აი ამის გამოც მოგმართავენ ძალიან ხშირად, ანუ ნებისმიერი მიზეზი, როდესაც პაციენტი ხვდება, რომ კომფორტს ვეღარ გრძნობს ყოველდღიურობაში, აუცილებელი არის, ანუ ეს პირველი ნიშანი არის იმისი, რომ უნდა მოგმართოს თუნდაც კონსულტაციის მიზნით, რომ თქვათ, აი ეს მიზეზი აღმოაჩინოს და სწორი მიმართულება მივცეთ, ასე ვთქვათ. დიახ, ქალბატონო ნინო, რა როლი აქვს სწორ დაგეგმვას? დაგეგმა არის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება რომ ვთქვათ, ტექნიკურად სწორად შესრულება ვიცოდეთ, ვთქვათ, აი ამ თვითონ მკურნალობის, მაგრამ თუ დაგეგმა არ ჩატარდა სწორად, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი შესაძლებლობა არის იმის, რომ საბოლოოდ ვიზუალურად ძალიან კარგმა კონსტრუქციამ მაინც ფუნქციური დისკომფორტი გამოიწვიოს. შესაბამისად, დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ აი ყველაზე დიდი დრო, რასაც უნდა დავუთმოთ პაციენტთან, ეს არის კონსულტაცია, რომ სწორად შევაგროვოთ, ესე ვთქვათ, ინფორმაცია, რასაც ჩვენ ანამნეზს ვეძახით, რომ შემდეგ აი ამ ანამნეზზე დაყრდნობით, ზუსტად დავუგეგმოთ, ესე ვთქვათ, ნაბიჯ-ნაბიჯ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ავუხსნათ რა არის მიზეზი, რომ ეს მიზეზი უნდა მოხსნათ, თქვა დისკომფორტის, ტკივილის თუ ასე შემდეგ და შემდეგ, ანუ სწორი მიმართულება მივცეთ მკურნალობას. სხვათა შორის ძალიან ხშირად პაციენტი, ბუნებრივია, რომ თქვა კბილს თუ ამოიღებს, მერე მოდის ამ კბილის აღსადგენად, ხო? შესაბამისად, თქვა კბილის ამოღების შემდეგ რომ მოშუშტება ესე ვთქვათ, დეფექტი მოდის ორთოპედთან. თუმცა პაციენტმა არ იცის, რომ თქვა კბილის ამოღებისთანავე იქ იწყება ძვლის განლევა, ესე ვთქვათ, რეზორბცია ჩვენი ენაზე რო ვთქვათ და შესაბამისად ორთოპედისთვის უკვე საკმაოდ რთული არის, რომ მარტო ორთოპედმა სწორად დაუგეგმოს კონსტრუქცია, რადგან უკვე იქ გაჩნდა ძვლის დეფექტი. ამას ჩვენ თუ არ ავუხსნით, თავისთავად სხვა არავინ არ აუხსნის და ჩვენ აი ამ დაგეგმვის ეტაპზე სწორად უნდა წავიყვანოთ მიმართულება
გართულება მივცეთ, ესე ვთქვათ, სწორად. ასევე ვთქვათ, რომ ვისაუბროთ რბილ ქსოვილებზე. პაციენტის ენაზე მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ღვრძილი, ჩვენს ენაზე უფრო დეტალურად რო ახსნათ, ეს არის პაროდონტის ქსოვილი. შესაბამისად, თუ ჩვენ მარტო ორთოპედიული კონსტრუქციის სწორ, ესე ტექნიკურად სწორ შესრულებაზე ვისაუბრებთ, შეიძლება რომ ვიზუალურად ლამაზი იყოს, მაგრამ გამოიწვიოს ბევრად მეტი სირთულე, ხო? აი ეგ რაღაცა კბილის და ღვრძილის სწორ შეკავშირებას შეუშალოს ხელი. ასევე ვთქვათ, ჰიგიენა პაციენტისთვის იყოს ძალიან გართულებული და შესაბამისად შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ დაეწყოს სისხლდენა, დაეწყოს ღვრძილების შესრულება და ასე შემდეგ. ანუ პირველი საიდანაც უნდა დავიწყოთ ხოლმე დაგეგმარებაც, მკურნალობაც და ასე შემდეგ, ეს არის რბილი ქსოვილები. ანუ რბილ ქსოვილებთან მიმართებაში ჩვენი კონსტრუქცია როგორი იქნება. და შესაბამისად აი ესეც დაგეგმვის სწორი ეტაპობრიობა მიგვიყვანს გაცილებით უკეთეს წარმატებულ შედეგამდე, ესე ვთქვათ. ორთოპედიული მკურნალობის დროს როგორ ბალანსდება ესთეტიკა და ფუნქცია და რომელი უფრო მნიშვნელოვანი? როგორც წესი, ჩვენთვის იდეალური იქნებოდა და რა თქმა უნდა პაციენტისთვისაც, რომ დავაბალანსოთ ხოლმე ყველა კლინიკურ შემთხვევაში ესთეტიკა და ფუნქცია ერთად. თუმცა სამწუხაროდ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური და აქ მნიშვნელობა აქვს თქვათ თანკბილვას, კბილების რაოდენობას, ღეჭვით, ესე ვთქვათ, ჩვევას, აი პატერნს, რასაც ვეძახით და ასე შემდეგ და შესაბამისად სამწუხაროდ არ არის ესეთი იდეალური პროტოკოლი ან იდეალური კლინიკური შემთხვევა, რომ მოდი ყველა პაციენტს მომკურნალოთ ერთი და იგივე მეთოდით. გვიწევს ხოლმე აი ინდივიდუალური სიტუაციიდან გამომდინარე კომპრომისები, ხო? შესაბამისად, ვთქვათ, საჭრელი კბილების, ანუ ფრონტალური კბილების მიდამოში, რა თქმა უნდა, ყველაზე პირველ ადგილას გვაქვს დაყენებული ესთეტიკა, მაგრამ ეს ესთეტიკა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვივიწყებთ ფუნქციას. თუ კონსტრუქციას მარტო, ესე ვთქვათ, ესთეტიური კუთხით დავამზადებთ, შეიძლება, რომ ძალიან მალე ფუნქციურად, ვთქვათ, მარცხი განიცადოს ამ კონსტრუქციამ. ამიტომ, პირველ ადგილას გვიდგას ესთეტიკა, თუმცა ფუნქციასაც ვაქცევთ ყურადღებას. როდესაც გვაქვს საუბარი უკვე საღეჭ მიდამოზე, ამ შემთხვევაში უპირველესი პაციენტისთვის არის, რომ კომფორტული ღეჭვითი შესაძლებლობები ქონდეს და დისკომფორტი არ შეექმნას, თქვათ, სახსარში და ასე შემდეგ. ამიტომ, თქვათ, აქ პირველი ნიშნულობის არის ჩვენთვის ფუნქცია. თუმცა, როდესაც თუნდაც ესთეტიურ მიდამოს მკურნალობთ ხოლმე, აი ამ ესთეტიური განლაგების მიხედვით უკანა კბილებს ფუნქციურად სწორ პოზიციაში ვსვამთ ხოლმე და კიდევ ერთხელ მინდა ვახსენო, რომ ძალიან იშვიათია ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც ორთოპედი იწყებს და ასრულებს ორთოპედიულ კონსტრუქციას. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობას შეიძლება ერქვას ორთოპედიული მკურნალობა, შეიძლება ჩართული იყოს ორთოდონტი, ქირურგი, პაროდონტოლოგი და ასე შემდეგ. როგორც წესია ეს ხდება ხოლმე, რომ მკურნალობა მოიცავს შეიძლება რამდენიმე თვიდან, თქვათ 1-2 წლამდე პერიოდს, ხო? ამ შემთხვევაში ორთოპედი ყველა, სასურველია, რომ დაგეგმარების ეტაპზე ღებულობდეს მონაწილეობას, რომ თქვათ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, ამაზე გაესაუბროს პაციენტს, თუმცა ორთოპედი არის ყველაზე ბოლო, რომელიც ასრულებს, ესე ვთქვათ, მკურნალობას, ხო? თუ ქირურგიული პროცედურები არის ჩასატარებელი, ვატარებთ ქირურგიას, ორთოდონტის ჩართულობა თუ გჭირდება, ვთქვათ, რკალს უფრო სწორ პოზიციას ვაძლევთ კბილებს ინდივიდუალურად და ყველაზე ბოლოს აი უკვე აღარაფერი აღარ არის დარჩენილი და მომზადებული არის, ესე ვთქვათ, საბოლოო კონსტრუქციისთვის, ამ ეტაპზე უკვე გადმოდის ხოლმე პაციენტი ჩვენთან. შესაბამისად ვართ ესე ვთქვათ ყველაზე ბოლო რგოლი და ამიტომ ვთქვათ იქ ესთეტიკას და ფუნქციას ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ ესე ვთქვათ არც ერთი არ დავჩაგროთ ძალიან და მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე დაბალანსებას. და აი პაციენტმა რა უნდა გაითვალისწინოს ძირითადად პაროდონტზე, სანამ ასე ვთქვათ მიმართავს სტომატოლოგ ორთოპედს? კი ბატონო. პირველ რიგში ალბათ ის რომ ვთქვათ იცოდეს, უბრალოდ ინფორმაცია ქონდეს იმაზე, რომ ორთოპედიული კონსტრუქციის მოთავსების შემდეგ გაცილებით მეტი და მაღალი დონის ჰიგიენა იქნება საჭირო. რადგანაც აი ეს ორთოპედიული მოსახსნელი იქნება, ძირითადად მოსახსნელ კონსტრუქციებს, კი არა და მოუხსნელ კონსტრუქციებზე მაქვს საუბარი
საუბარი. ესენი ან ღრძილთან ძალიან ახლოს მდებარეობს, ან ღრძილის ოდნავ ქვემოთ მინიმალურად. და შესაბამისად, აი ეს თუ იდეალურად არ დამუშავდა და იდეალურად ესე თუ ბიოლოგიური შეკავშირება არ განვითარდა რბილ და მაგარ ქსოვილებს შორის, ყოველთვის გვაქვს რისკი, რომ თქვათ პაციენტს შეიძლება რომ რაღაცა დისკომფორტი შეექმნას. ანუ ჩვენ თუ სწორად ავუხსნით ჰიგიენას პაციენტს და პაციენტი გამოყვება, შესაბამისად იქნება ესთეტიური კონსტრუქცია, რომელიც ფუნქციურადაც მისთვის იქნება მისაღები. და უბრალოდ პაციენტს ექიმი თუ სწორად მიაწვდის, პაციენტი როგორც წესი თვითონაც ძალიან მოწადინებულია ხოლმე, რომ ეს რაღაცა შეინარჩუნოს კარგი შედეგი. ქალბატონო ნინო, როგორც ვიცით, მკურნალობასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდეგ კონტროლი. აი ამ შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდეგ კონტროლი და სწორი მოვლა? ვიტყოდი, რომ არის უმნიშვნელოვანესი. ისევ და ისევ, თქვათ, ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ პაციენტს აქვს მოლოდინი, რომ აი მთელი ბავშვობა სტომატოლოგის სავარძელში გავატარე, თქვათ, ბევრი პრობლემები მაქვს და აი ახლა გავიკეთებ ორთოპედიულ კონსტრუქციას, მოვიწესრიგებ და დავისვენებ. და რატომღაც ესე გონიათ, რომ ამის შემდეგ, თქვათ, ხშირი ვიზიტი ექიმთან აღარ იქნება საჭირო. რეალურად პირიქით არის, ანუ კონსტრუქციას ორთოპედიულს, როდესაც მოვათავსებთ, განსაკუთრებით აქ აქვს საუბარი იმპლანტზე, კონსტრუქციებზე, პაციენტმა თავიდანვე უნდა გაიაზროს ის, რომ რეგულარულად უნდა იაროს და მისი პასუხისმგებლობა არის დაახლოებით ისეთივე, როგორიც ექიმის. მაგრამ აქ არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, პროცედურები. თუ ჩვენ კონსტრუქციას სწორად გავაკეთებ და პაციენტი რეგულარულად ივლის, ეს იქნება ძალიან მცირეხნიანი, უფრო აი ეს რაღაცა მონიტორინგის, წმენდის და ჰიგიენის კუთხით შენარჩუნების ვიზიტები, ესე ვთქვათ. და თუ ვთქვათ, აი ამ კონსტრუქციის მოთავსების მერე პაციენტი 1 წელი არ მოვა, 2 წელი არ მოვა და ასე შემდეგ, გაცილებით ხშირად შეიძლება რომ გქონდეს გართულებები. ანუ აი ეს როგორ გითხრათ, შემდეგი ინგლისურად ეს ტერმინი რო ვახსენეთ follow-up-ი, რასაც ქვია, ეს არის რომ კონსტრუქციას როდესაც დავასრულებთ, არასდროს არ ვემშვიდობებით პაციენტს და ყოველთვის წინასწარ ვუგეგმავთ, რა პერიოდულობით უნდა იაროს, რომ თუნდაც აი ვთქვათ, სახლში როგორ იწმინდავს ეს, რომ ჩვენ დავაზუსტოთ, იმიტომ რომ ბუნებრივია პაციენტი არ არის პროფესიონალი და რაც არ უნდა იდეალურად ავხსნათ, შეიძლება ისე სრულყოფილად ვერ მოხდეს წმენდა. ამიტომ ვთქვათ, ესე ვთქვათ, ხშირი კომუნიკაცია ექიმის და პაციენტის ყოველთვის ძალიან კარგ შედეგზე გადის, მარტივად რომ ვთქვათ. ნამდვილად. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, თქვენი მოგზაურობისთვის და ამ საინტერესო რჩევებისთვის. დიდი მადლობა თქვენ ძმებისთვის. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია, შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.